ჰაი მომენტი როგორ ახართ ხალხო სრული ქაოსი აგერ ჩას ჩემს უკან მაგრამ იმედი იმისა რომ პარასკევია და ყველაფერი დაალაგდება ეს ახლავე დაალაგდება ცელოფნებია და მოდი მარწყვი ბარემ ცოტა იმას ვთქვათ ვალაღლაღოთ წყალში თუ შეიძლება ვაიმე ორ შაბათს ხალხო ენერგია მემატება სამჯერ მეტი ვიდრე სხვა დღეებში იმიტომ სხვა დღეებში ძირითადად მე ვხვდები ხოლმე და ახლა იგივეს ვერ ვიტყვი პარასკევი დღე ჩემი იმედი არის აი აღჭურვილი ვარ ხოლმე იმედით თან მოდი ცოტა მარწყვის მივხედოთ და თან ყავა დავადგათ იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გავაკეთებ ახლა მე თუ ყავა არ დავლიე არც მაქვს არაფრის სურვილი ამიტომ ეს ცოტა ხანი ახლა იდგეს სადაც არის და მაგას მივხედავ მანამდე ერთი წუთით ვაიმე რა ხალხმაზე შევიახლებ გოგოებო ვაიმე პარასკევია დღეს ასე თუ შემიყვარდებოდა პარასკევი დღეს ერთოდ ჩემს ცხოვრებაში და ჩემს სიცოცხლეში ვერ წარმოვიდგენდი ასე ანუ ხო ნახე პარასკევი დღე განა საღამოს მიყავს მე პარასკევი არა დილიდან უკვე მაგარი განწყობა მაგრამ პარასკევია რა ასე ენერგიაზე მოვდივარ და ცოტა გამოვაღე ჩემი გატეხილი ყავიჭიქა აგორავს და მე იქვეძებ ასე გუშოდავლი არა გამირეცხავს შესაბამისად გამრეცხობ დაშვებით ხალხო მე ხო ხედავთ მაგრად ვიკარგები სამთრეში ერთხელ ხოხვით მოვდივარ თქვენამდე მაგრამ ხო მოვდივარ მოდი უწყობა არის კატასტროფა ამიტომ წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა გოგოებო მომილოცეთ ჩემს გამწოს ეშველა და ჰალელუია ძალიან გახარებული ვარ ხო ხრიალებდა გაკეთების მე რო ხრიალებდა და ჩემი ნერვებიც ხრიალებდა რა თქმა უნდა და მოთქმოგოდებაში ვიყავი რორისთვის ვიყიდე და რისთვის დამხარჯე და უიდე და ვაიდე და წავიქციე თავი და რავი დავიყარე მიწა და მოკლედ მე ჩემ ქმარმა თქვა რომ სადაც გადის მოკლედ ეს ნამწვი ესე იგი სადღაც დაბალი გაუკეთა ბოდიში სქელი უფრო ფართე და გარეთ მხარია არისო ცოტა ვიწროვო და მოდიო ამასაც გადავამოწმეფო კიდევ ესე სხვა უშლის ხელსო და აღმოჩნდა რომ კი ეგეც უშლიდა მოკლედ ხელს და გამოვცვალეთ მოკლედ და ორივე ფართე დავაყენეთ და ახლა მიდის მიგრიალებს აი მიზიზინებს და მისიპინებს ძალიანაა რაცანცარებული მეტყობა აი მე ტაქსით ამოვედი როგორც გიჟი მილიონერი ტაქსებით დავდივარ ოღონდ მუშაობ თუ ვიცოდე მარიამს გეფიცებით რომ გადავთვალე ანუ იმას აღარ ვყიდულობ რა ქვია მაგას მე მინდა რა ჩამოვაგდე ერთვიან იმას რო ყიდულობდი ტრანსპორტის იმას ასრი არა აქვს იმიტომ რომ ერთი გზა აქედან დავდივარ მაგრამ მეორე გზა ძირითადად ანუ ტაქსებით დავდივარ და ამიტომ აზრი აქვს არ ქონდა და ხო და მოკლედ მე რა ვქნა ძალიან ვიღლები რაღაცა მქონა საყიდელი და ბატონოდე რაოიჩემი კნუპინო ახლავე ყავას დავადგამ მე კამერას გავშოუცებ მარწყვის მიხედავ და მე მოვა აი წადი დამელოდი და მოვდივარ მოკლედ რა გეტყვით რომ მე ნახეთ ჩემი გამწოვის მშვიდი ხრიალი ამისათვის ნერვი დავიგლიჩე რომ ეს ხმა ყოფილიყო მოკლედ გამწოვი წესრიგშია და გვაცასხასიათი უკეთესად არის რა გინდა დედიმად გაუშვი რას ეძებ არ გადმოყარო დედა ეგ ხო და ძალიან ფრიად მოხარული ვარ ამ გამწოვით მოკლედ რომ გითხრათ
ვაიმე დაკეტე თუ შეიძლება მაცივარი და ტკბილეული არ გამაგონო რა ძალიან გთხოვ. იმიტომ რომ საკმარისად მიირთვი და პლუს მარწყულ უნდა დააყოლო და არანაირი ტკბილეული დღეს დავასრულეთ. თუ შეიძლება დაკეტე. აი, ეხლა უცებ მარწყულს მივხედავ და გარემ ყავაცა დუქდება. მოვედი, მოკლედ ერთი შტატივი რა გახდა ჩემთვის, არ ვიცი, მაგრამ უშტატიობის ისა მაქვს, რა ვქვი, დეფიციტი დასადგამი შტატივის. არ ვიცი, რაც ვიყიდე, ალბათ არ ვყიდულობ კარგს. ეს კი ჩვენი ხილის დაფა გახლავთ, რომელიც ძალიან მომწონს. დაფა არ ქვია იდეაში, ეს დაფა არ არის, მაგრამ რაღაცა დაფა მინდოდა ძალიან რომ მეთქვა. მარწყვი ვიყიდე, ეს მარწყვი ხირდა 12 ლარი და 11-იანიც იყო, მე მგონი, აღარ მახსოვს. მე თუ მკითხავ, ძალიან ძვირია. აქ ვიყიდე ნახალოვკაში ნაძალადევთან რაღაცა მაღაზია იმის ფარხებში ვაქვს გაკეთებული, ხო იცით? ნუ ოღონდ კარგი რა. ხო და კაცი არის საერთოდ ძალიან მეძვირე, ძალიან ეს ვიცით ყველამ. და რატომღაც მაინც მამტყიდულობ დღომდე, იმიტომ რომ იქით გვზარება წასვლა და ზუსტად ვიცი რომ ამას მე 9 ლარათაც ვიშოვიდი და 8 ლარათაც და აქ ძალიან ძვირი ღირს. ხო, პატარა მარწყვი უფრო ტკბილია ვამბობენ, მაგრამ აჰა ეს პატარას გავსინჯე და არ მეტკბილა. დედა რამ ხელა იყო. ძლივს მოვაბითავ ბოლო. გავსინჯოთ. მე არ მიყვარს დაშაქრული. ანუ ადრე რატო მივირთმევდით ხოლმე დაშაქრულს, სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ ვხვდები. იმიტომ რომ საერთოდ არ ნახოთ ეს როგორი იქნება. მე უკვე მივირთვი დღეს, ოღონდ ხიდანვე მივირთვი. დედა დამწიფებული თუ ძველი? მჟავე და იცი როგორია, მე რომ მიყვარს ტკბილი არ არის, ანუ მჟავეა. ეს კარგი მოწია. ძალიან მაყოფილი ვარ. შენ მოგეწონა და? კი. რა იყო და? იქ რო ყიდულობდით, ვიღაც კაცი მოვიდა და აფხალხმა ხოსათუს რიდისაც არ იცის. რო ყიდულობ, მაინც მაშინ შემოგასკდნენ და არ დაგაცადონ არაფერი. ხო და მეთქი კაი ავაჩებ არემ და მიუში მარამ. ხო? უთხარ? ეს კაცი ეკითხება რა ღირსო. ეს 12-იო ეს უხსნის. ამან აიღო ერთი კარგად გემრიელად შეიგდო. შეჯამა. ეს რა ღირსო, მერების ფასი უთხრა, ვიცი აბა შეჭამა. ეს 3 ცალი მიირთვა მოკლედ რა. ხო და მერე ის არისო რა ქვია. ამიწონე ვაუწონა ჩაიხედე. ეზო რა არის რა ჩაგიყრა გადმოაყრევნა უკან. ჟვენიურად ბეძნიერად 3 ცალი მიირთვა თან კაი დიდები. რა ძალიან არ მომეწონა. ასე არ შეიძლება. მე ვიდეო ახლა იმას ვქენი რა ქვია. მე რო გითხრათ გოგოებო რომ აი მარწყვი, აი დავждებ და ეხა მარწყვი მაჭამა და თავს რო წაიქცევენ ხოლმე, მოგატყუებთ. რა ვარი მივირთმევა. ახლა მარიკო რო არა. აგვიყიდი. ჩემ გოგოს მოიწონეს ხო და? მოიცა დედი ეს უფრო მწიფია ეს მომენტი ეს მკუხია დედი. ჟავე იქნება და ეს. მკუხია. აუმჟავდი. აბზოღარ შევჭამ. შანსი არ არის, აბზოღარ დავლევ მე. კი არა, აუმჟავდი შო გადამჟავე. გადამჟავებული ვარ. რა ტკბილია. არაფერი მჟავე არა. არ ვიცი.
ეს ქალი გადაირია, შარზე იყო ის კაცი თავიდანვე. ლავაზე დიდები. მაგრამ ძალიან დიდები რომ ვაშლის გემო აქვს. ვუთხარი რომ არ ჩამეყარო ძალიან დიდები თქვა და ესე რომ იმას ქნა შეაცურა და გადმოყარე რა უნდა დაენახა იქ გეხოცებით რა იყო. არ მიყვარს ესეთ სიმჟავეში კიდე აი ყავის მიმატება დიდად არ მიყვარს. მაგრამ აი ჯადაბას დავლიოთ. მოკლედ გოგოებო. რა ხდება? იმ დღეს ნახე TikTok-ზე ვიდეო, რომელიც ძალიან ბევრს ალბათ ნანახი გექნება და დაგიტოვებთ screens, რომელ გოგოზია საუბარი, ანუ ვინ ისაუბრა ვიდეოში. ისაუბრა მამაკაცზე, რომელიც ერთ-ერთ ტერიტორიაზე დგას და სტუდიიდან გამოსულ ბავშვებს ეფერება. ის აყვარე რომ ან თავზე ხეს გადაუსვეს მოკლედ. ეხება ისე სიტყვით. და შეუმჩნევი ამ გოგონას ეს კაცის ჩანს ფოტოზე დასკვნილზე, რომელსაც მე გაჩვენებთ, ანუ გაჩვენეთ. და მე რა მაგ მოკლედ. ეკითხება რომ რატო დგახარო? საუბრობდი. ეს მკვახია, მაგრამ გემრიელია. თუ არ კიდე არ მიესწრდა. მკვახია და გემრიელია. ოღონდ ახლა ვისაუბრებ, კარგი? ეკითხა რომ აქო რატო ხარო? მოკეთ რა ნუ არაფერი ვარც არ ვაშავებ, მოკლედ ეს პასუხობს რომ უბრალოდ ვდგავარო. მიყვარსო ძალიან ბავშვებიო და მაგიტომო. ეს გოგო იყო ძალიან გაფრაზებული, რა თქმა უნდა და აბსოლუტურად ბუნებრივია. წარმოვიდგინოთ ჩვენი შვილები, ან სულ არ იყვნენ ჩვენი შვილები, სხვისი შვილები წარმოიდგინეთ. ან ამასაკში თქვენი თავები წარმოიდგინეთ, სადაც ხდება გას ვიღაც კაცი გეფერება, რატომ ეხები, ხო? ანუ და მოკეთ ამ გოგომ განცხადება შეიტანა პოლიციაში. მერე დაუკავშირდა ოჯახი, ამ მამაკაცის ოჯახი და უთხრეს რომ ამ კაცს რაღაც აქვს გადატანილი მოკლედ ბავშვობაში და მისი ფსიქიკა არ არის მყარი. ხო, აი ახლა ნახეთ ყველაზე ის რა არის. შენ ოჯახი მეუბნები რომ ფსიქიკურად აქვს პრობლემები, მაგრამ არაშავებს არაფერს, უბრალოდ ძალიან უყვარს ბავშვები. ეხლა ჩემთვის ეს, აი დედისთვის რომ წარმოვიდგინო, რომ ყველა გამოსვლაზე ჩემშვის ვიღაცა კაცი ეფერება, თუ გინდა სახეზე, თუ გინდა თავზე, თუ რა ვიცი მე, ყველა გამლელ ბავშვს იმდან ამაზრზენია, რომ ჩემთვის ეგ არ არის პასუხი, გესმით? და არც ერთი დედისთვის. და მოკლედ არაფერს არაშავებსო რა ერთი სიტყვით. ასე უთხრა ოჯახმა ამ გოგონას. მე მგონია რომ როდესაც აქვს ადამიანს ასეთი პრობლემები და სხვადასხვა ამ გოგომაც საუბრა, არ მახსოვს რა სახელი ვაპატიეთ, რომ ის არის რა ქვია, წამლებს რო იღებდესო, შესაბამის კურნალობას რო იღებდესო, მოკლედ ასე არ იდგება სადღაც ქუჩაში და მოხვდებით რა. ალბათ ვერ იღებსო სათანადო მკურნალობას და ალბათ კი არა და მე ვეთანხმები ამ ამბავს მოკლედ, რომ მკურნალობის ალბათ დეფიციტია, რაც იწვევს ამ კაცის გარეთ გამოსვლას მერე და ანუ ამის თავი აქვს რომ იაროს რა ერთი სიტყვით. და რაღაცა პრობლემები აქვს. და არაერთი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. პოლიციამ განცხადა, რომ ეს кейსი მოკლედ მან იციან და კონტროლზე ყავთ აყვანილი, ოღონდ რას ნიშნავს ხა კონტროლზე, აი კონტროლზე რო ყავთ, აი ძალიან ერთი რაღაცაზე მთელი დღე ფიქრობ და ვერ მივხვდი. კონტროლზე ყავს აყვანილი, მეუბნები პოლიცია, ოღონდ კაცი დგას და სტუდიიდან გამოსული ბავშვებს ეპოტინება და ეფერება ზოგს თავზე თუ ზოგს ხელზე თუ ზოგს რა ვიცი სად და რა ვიცი სად არ ვიცით მოკლედ. ზოგს დედა ახლავს და ვისაც დედა არ ახლავს, ანუ არ ვიცით. და მეუბნები რომ შენ კონტროლზე ყავს აყვანილი, რას აკონტროლებთ?
რას აკონტროლებენ ხალხო, ხო არ იცით. მაინტერესებს რა კონტროლდება, აი კონკრეტულად რა აი დაკონკრეტებით ხო შეიძლება უთხრან, რომ ეს ჩვენ ასე ვიცავთ საზოგადოებას ამ კაცისგან, ასე ვიცავთ, ანუ არა, უბრალოდ ალბათ რამე ფატალური რომ მოხდება, აი თქვიან რომ იცი რაღაც ჩვენ ვიცოდით კონტროლზე ყავდათ, რა ვიცი, მე სასაცილოა უბრალოდ რა, არ ვიცი. რა თქმა უნდა, იმის გამო ვერ დავაპატიმრებთო, რომ ბავშვებს, ასე ვთქვათ, გამლებ ბავშვებს ან თავზე ხელს გადაუსვამს ან რაღაცაო. ხო და რამე ხო უნდა იყოს კაცო შემაჩერებელი ამ ადამიანისათვის, ეხლა გეხვეწებით რა შემჭირდება ვიღაც კაცი ღვარძუნებოდეს ამ ჩემ შვილს, მე მაპატიეთ რა ძალიან ცუდად ვამბობ რაღაცნაირად, მაგრამ ჩემთვის ძალიან წარმოუდგენელი და მიუღებელია, რასაკეთე? ჩააგდე ნაგავში. რა გადმოვარდა ეგეც ჩააგდე? ხელი არ ჩაყო, ბინძურია. ჩემთვის ეგ არის წარმოუდგენელი და ვერანაირად ვერ ვიქნები მშვიდად, რომ ვიდე და თუნდაც პოლიცია აკონტროლებს და მოვდუნდე, ხა არა უშავს თუ ის არის, რა ქვია, ჩაეხუტება ჩემს შვილს. არ არის რა ასე რა, ასე არ არის რა და რაღაცნაირად ოჯახმაც ვფიქრობ, რომ უნდა გაიაზროს ეგ ეს ასე არ არის. და ცოტა სხვა მიმართულებით რაღაცეთ უნდა წავიდნენ. ამასობაში მარიკოს მოშვიდა და ლობიას მიირთმევს. ხო და რაზე საუბრობდი, მოკლედ არც ერთი დედისათვის ეს ამბავი, რომ თურმე უვიდე და პოლიციას ყავს კონტროლზე აყვანილი. ეგ არ ამშვიდებს, არც ის ამშვიდებს არც ერთ დედას, რომ მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და არ არის მოძალადე და არაფერს არ დაუშავებს ბავშვებს და ის აყალად უყარს ბავშვები, აი ეს რაღაცები ჩემთვის არის მიუღებელი რა. რომ ბავშვები უყვარს, წასულია ადამიანი დგას სტუდიასთან, სადაც ბავშვები აი რა ვიცი. არა ხო? არა. ვერ არის ეგ ხო? დამამშვიდებელი დედებისთვის და არც მამებისთვის და არავისთვის. ხო და ჩემთვის მაგალითად პოლიციის ეს გულგრილობა ცოტა ისეთი ამბავია რა. გასაგებია რომ ვერ აპატიმრებ, მაგრამ რამე ხო უნდა შეიმუშაო გეგმა, რით იცავ ბავშვებს მაგალითად, ხო? ამის გეგმა არ გვაქვს. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომლისგანაც სჭირდება ჩვენ შვილებს დაცვა. დაყიალობენ და დადიან დაავადმყოფებული მამაკაცები. მადლობა ღმერთს ქართველები არ იყვნენ, მე მგონი რუსეთშია გადაღებული, არ ვიცი სად არის გადაღებული. გავრცელდა კადრები, სადაც პედოფილი ჩანს როგორ მიახუხიალებს ბავშვს ეზოდან სადარბაზოში და კიდევ კარგი რომ გამოეკიდა სხვა ბავშვი, კიდე რომელიც კიოდა, ანუ რომ დაინახა მიყავდა და ამ მოკეთ კივეზე და წილზე შევარდა ვიღაცა ქალბატონი, ნუ სადმე ყავს უკაცო ეს ბავშვი ვიღაცა გამლელი ქალბატონი და მოკეთ გადაარჩინა, ის კი ჩააგდეს ციხეში. ხო და რომ არ ყოფილიყო ისეთი შემთხვევა, რომ ქალბატონი იქ არ აღმოჩენილიყო. ეხლა იმ ბავშვის გაჩუმებას რა უნდოდა გახსოვს, კივილით ომისდა შემოწყდა და გათიშავდა. ხო, რამდენი რამ ხდება დაავადმყოფებულია, რავი, მსოფლიოში, რამდენი პროცენტი, ხო? და რითი დავიცვათ თავები, ეს ჩვენი შვილები, რითი დავიცვათ ჩემ თავს, ვინდა იზრაში ვჭირდები ახლა მე პედოფილს, ხო? რა არ ვიცი, მართლა არ ვიცი. მე მაგალითად ძალიან მეშინია და აი ერთი არასწორი მოძრაობა და უკვე პანიკა მეწყება ხოლმე რა, როცა აი მამრობით ქესთან არის ხოლმე რაღაც გადაკვეთა ჩემ შვილთან მიმართებაში და ეს არნიშნავს, რომ ხა ადამიანური თვალსაზრისით რა კარგი ბავშვი ასე კი არ მაქვს გართულება, კაცო. გადამეტებული რაღაცები არ მომწონს რა. და ეს არ არის ჩვენი ახირება დედების. ეს იმიტომ ხდება, რომ ძალიან არაჯანსაღი გარემოა და ჩვენ გვიწევს ამ ყველაფრის გაკეთება. ეხა არ მოგეწონა ერთია და არ მოგწონს ადამიანს, მაგრამ ნუ ფაქტიც ეგ არის, რომ არ მოგწონს ბევრი რამ, მაგრამ ანუ რას ვიზამთ. ხო და მოკეთ ეს კაცი
ვინც ამ გოგონა TikTok-ში გაასაჯაროვა, მე მაგალითად კარგად დავაკვირდი, რომ სადმე რო დავინახო, ძალიან დისტანცია დავიჭირო, იმიტომ რომ მე მეშინია მაგალითად მსგავსი რაღაცების. არაფერს დაუშავებს, უყვარს ბავშვები, ჩემთვის პასუხი ვაპატიეთ. ხა რა უნდა თქვა იმ ოჯახსაც, მაგრამ ჩემთვის ეგ პასუხი არ არის. ნადლობა ღმერთს, რომ არ იყო თქვათ ადრე ან ნასამართლები პედოფილიაში. მოკლედ, ხო ხვდებით. აგერ დედიკო. ეგ რას გეყოფოდა სიყვარულო მიირთვი? სხვა ხوار მოგიჭრა კარგი უკეთესიდე. მადლობა ღმერთს, ანუ მაგით კიდე შევა დამშვიდი ადამიანი, რომ ნუ ისეთი არაფერი ყოფილა ადრე და რაღაცა ხო ხვდებით. მაგრამ ანუ როგორც ჩანს, რადგან ეს кейსი მათ იციან, როგორც თქვეს, დედიკო. ესე იგი ადრე ვიღაცას ქონდა, ხო? მოკიდე დედა ხელი. ვინმე შეამჩნია, რა თქმა უნდა, დარეკა და ასე შემდეგ. ხო და აი არ ვიცი რა. მართლა არ ვიცი, ხალხო რა გოშველება, აი რანაირად უნდა ვიცხოვროთ. ისე მეშინია ამ სამყაროში ცხოვრების, საქართველოს გელაპარაკ, ამ სამყაროში მეშინიაზე ცხოვრების დაფეთებული, რასაც ქვია, ზუსტად ეგრე ვარ. ჩემო ემოციას კიდე თუ ეგ უნდა დაფეთებული. კარგი რო არ არის, ვიცი, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა მეშინია და მომკალითული და. რა არის? ვეღარ მიირთმე? მერე მიირთვი, დედა თუ არ გინდა, ნუ მოიკატე თავში. მოიცა დედიკო. როგორც ხედავთ, ჩვენთან მაღლა სართულზე მიმდინარეობს. აი, მე და ვეღარ დასრულდა ეს ფილების ქვია მაგას. გაკვრა, უკვე რა ვიცი, მე რამდენი დღეა. და მეტი შველება ძალიან ლამაზი კი არის. ეს უკვე მესამე სართულია, სადაც ჩემი მამიკო ცხოვრობს. აქ ჩვენ ვმდებარებთ, აი აქ. საყვარლად. მარიკო, ნახე რა ლამაზია, დე, ნახე. გამარჯობა. მოდი სიყვარულო. რაიმე გავგიშდები. საყვარელი. გამოვეყარეთ გარეთ. აი მე ხალხო ისე დამცხარო, აღღაჟდი, სრულად ვშდები. მაგრამ რამდენიმე ის დამეცა წვიმის წვეთი, როგორც ჩანს წვიმას აპირებს. ეს მაისური დედამ დამიტოვა. მობრუნდი. მეშინია ძალიან შორს ვერ უშობ, იმიტომ რომ ევლის ისტრაფით მიქრის ამით. ხო და მაშინ მე უნდა ვირბინო. თან ძალიან უნდა ვირბინო, ამას რო დავეწიო და ამიტომ ველოსიპედის სწავლის დღე დაგვეწყო. მობრუნდი საყვარელო დე, მარიკო. ხო. იმიტომ რომ ის მოუხსენით უკან ამხარე, ანუ მე აღარ ვატარებ. წესით უკვე თვითონაც უნდა ატარებდეს, მაგრამ მოკლედ ახლა დავიწყეთ ასე დამოუკიდებლად და ცოტა გვიჭირს. აი მანქანამდე მიდი და წამოდი ხოლმე დე, კარგი? მანქანამდე. ხო და ნელ-ნელა ვსწავლობთ. ცოტა ფეხების ტრიალი უჭირს და ხელების, ნუ როგორც ხდება ხოლმე. წაწიდე. ყოჩახდე?